საქართველოს ისევ ლიდერი 183 ქვეყანას შორის ქონების რეგისტრაციის სიმარტივით ქართული რეფორმების საუკეთესოდ დასახელდა. Doing Business-ის კვლევის შედეგებით პირველი ადგილი ქვეყანას ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმით ერგო, მათ შორის პროცედურების სიმარტივე და მომსახურების ხარისხი. ქვეყანამ მდგომარეობა ბიზნესის დაწყების კუთხითაც გაიუმჯობესა. ნინო სამყურაშვილი განაგრძობს თემას, ნინო გისმენთ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით არის მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულში, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის ლიდერი ქვეყანა ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მოიცავს 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ივნისამდე ჩათვლის პერიოდს. მონება ჩვენ შეგვიძლია დავარეგისტროთ მაქსიმალურად იოლად და მარტივად და სწრაფად, შეიძლება ეს იყოს 15 წუთი, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი დრო. დროის სიმცირე გახდა ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი რისთვისაც საქართველოს მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის ქონების რეგისტრაციის სიმარტივის კუთხით პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კვლევაში Doing Business ქვეყნის სიის სათავეში ყოფნა კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით ახსნეს. გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციების განმარტებით საქართველოში მინიმუმამდეა დაყვანილი რეგისტრაციისას პროცედურების რაოდენობა და მომსახურების საფასური. ეს ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მარტივი ქონების რეგისტრაციის მოდელი და ამაში ლიდერი ვართ 183 ქვეყანას შორის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასწრაფო ფაქტია. ქონების რეგისტრაცია საქართველოს შესაძლებელია მხოლოდ ერთი პროცედურით, ერთი მიმართული ოპერატორთან, რაც შეეხება საშუალებას, ის შედგენს 2 დღეს. თუმცა აქ მინდა აღნიშნო, რომ ქონების რეგისტრაცია თვითონ სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელია. ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს ბოლო 5 წელი მდგომარეობას ყოველწლიურად იუმჯობესებდა. Doing Business-ის მონაცემებით 2008 წლიდან ქვეყანა ამ კომპონენტში სტაბილურად მეორე ადგილზე იყო. წელს საუდის არაბეთს გაუსწრო და პირველ ადგილზეა. ეს არის კომპლექსური რეფორმების ძალიან დიდი შემადგენელი ნაწილი საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ძალიან სერიოზული სამუშაოების შედეგი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამას ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესებისთვის, რომელიც იწყება საქართველოში. ეს სალსახად არის შემფასებელი ახალი ინვესტიციების მოდინების სახელმწიფოში. ქვეყანა მდგომარეობა ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხითაც ერთი საფეხურით გაიუმჯობესა. ამ ხრივ საქართველოს მე-7 ადგილზეა. მსოფლიო ბანკი ბიზნეს რეგულაციების გამოსაკვლევად ქვეყნებს 10 სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს. 2011 წლის ანგარიში, რომელიც 1 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული აქვს. მათ შორისაა სამშენებლო ნებართვები და კრედიტის აღება, ინვესტორების დაცვა და გადასახადების გადახდა. სწორედ ამ კრიტერიუმებში ჩამოთვლილი არის, რომ იგივე თქვა ბიზნესის მდგრადობა, იგივე თქვა კონკურენტული გარემო, იგივე რამდენად მარტივად შეიძლება ბიზნესის დაწყება და სწორედ ეს ხდის მიმზიდვას ჩვენ ბაზარს უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ მათ შეუძლიათ თანხები ჩადონ საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოს ეკონომიკა მზად არის ამ თანხების მისაღებად და განსხვავებით სხვა ეკონომიკებისგან და ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ამ დროში, როცა უამრავი მსოფლიო კრიზისია. მსოფლიო ბანკის კვლევაში ასეთი შედეგების შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას ელოდებიან ექსპერტებიც. მათი შეფასებით მსგავსი ანგარიშები არა მხოლოდ უცხოელ ინვესტორებზე ახდენს გავლენას, არამედ ეს ნდობას ადგილობრივ ბიზნესმენებშიც ზრდის. ეს შეფასებაც Doing Business-ს მაგას ასახავს, რომ ბევრი მიმართულებით ნამდვილად არის გამარტივებული, განსაკუთრებით მე გამოვხატავდი მსხვილი ბიზნესის აზრს, მსხვილი ბიზნესისთვის ბევრი თემა, ბევრი პრობლემატიური საკითხი, რომელიც ადრე იდგა, ეს არის გადაწყვეტილი. ასეთი ტიპის კვლევები მათ შორის აი ამ პოზიტიურ შედეგსაც იძლევიან, რომ ჩვენ ხშირად ხვდებით ინვესტორის ყურში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყავთ ჯამში ყველაზე დინამიური ქვეყნების რამდენიმე ათეულში, მაშინ ჩვენ 20 წლის შემდეგ ვიქნებით ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნების ათეულში. მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ბიზნესის კეთების შესახებ კვლევებს 2002 წლიდან ატარებს. მსოფლიო წამყვანი ფინანსისტები ასეულობით ქვეყანაში ბიზნეს რეგულაციებთან ერთად ადგილობრივ მცირე და საშუალო კომპანიების მდგომარეობასაც სწავლობენ. მსოფლიო ბანკის კვლევაში აფრიკული ქვეყნების დონეს უტოლდება რუსეთის ფედერაციის მაჩვენებლები, ასევე დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინასაც. ეს იყო ნინო სამყურაშვილი Doing Business-ის კვლევის შედეგებით. 6 წლიანი